ესე საქანა იყო. არა ცოტა ახალგაზრდა. მაგრამ ჩემი არ იყო, ისევ ავარა არის, რაც იყო მაშინ ისევ ისა. თქვენ მაშინაც ბევრი იყავით და ახლაც ბევრი ხარ. მე თქვა დაგნოცხეთ. მეუფე იოსების ლოცვა კურთხევით. მამა ანდრიას, ჩემი მოზღვრის ლოცვა კურთხევით. მაგ პატივი მოგესალმოთ, მოგესიყვარულოთ და ჩემი გულის ნადები გითხრათ, რაც ერთი წელიწადია ვაგროვე და ახლა უნდა გავიქცე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წელიწადი 4 დეკემბრით იწყება. და როგორი გულითაც დღეს ვართ ახლა შეკრებელები, ღმერთი ისე მოგვიმართავს ხელს უფლის წინაშე და ჩვენი ერის ამ ქვეყნად ყოფნის პერიოდში, ჩვენი ცხოვრების დროს ერთი წლის განმავლობაში. მე კიდე შევიკრიბოთ ღმერთის წყალობით და ისე ვადიდოთ ღვთისმშობელი და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს. მაგრამ ერთი ის არის, რომ ზოგი წევიდა ირმიულ სამყაროში, ზოგი მევიდა, ზოგი გეიზარდა, აგერა გოჯუნები შეხება მამაზები არიან, ხვალზე წამოიზდებიან, 18 წელს რო გახდებიან, სიხარს აღარ შეიცვლის. ცხოვრების ასპარეზზე გამოვა, ბნება მიეძალება. ბნება რომ მოგეძალება, ეს შენი სუსტი წვენა კი გახდება სახელი. მაგრამ გავა დრო და ის წვენა შენში ჩათესილს, კეთი ფეს აღოძინებს და მაინც ისეთ ხეთი იქცევა, რომელიც დღეს არის დათესილი თქვენ გულებში შემოგვიყვანს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღმერთმა დაგმოწესა. თქვენ მომავალი საქართველოს. თქვენ კიდევ ჩემო საყვარელო ხალხო, როგორც სახარება ამობს, თქვენ ხართ მარილი სოფლისა. გოდეს მარილი განხარდეს, რაითა ღამე დაიმარილოს. არ ღარა შემძლებელა, არამედ განგდებათ გარეთ და დათრგუნვათ კაცთანი. რა არის ახლის მარილი? მარილი არის ერის ის ნაწილი, რომელიც ადამიანების იმ მასას, რომელიც არაეკლესიურები არიან, ამარილებს. ანუ მორწმუნე მრევლი ამარილებს ურწმუნო მრევლს, რომ სულ არ გაიხსნას ერი. თუ თქვენ აღარ იქნებით მარილი ეკლესიური ადამიანები, ერი გაიხსნება და ის მარილის ადამიანთა ფეხთან მიერ გასათელად გახდება. ამიტომ თქვენი რწმენა შემოგვიტებო, არა მარტო თქვენი სულის გადასარჩენად გჭირდება თქვენ და არის საჭირო, არამედ თქვენი მეზობლის, თქვენი ქმრის, სოლის, შვილის დათესავების და მთელი ერზე უნდა განაწილდეს თქვენი საცხოვრებელი ამ ქვეყანაზე განწმენდილი სულიერი. ერთი სალის ანთელი, მომეც, ძიოს თუ ყველა ჩამდელნებულები რომ. მომეც. მამა, დედა, გამოვა. ასაღებიან სანთელი ათმედა. თევ ჯოვაგები. ჩქარ. აი, ვაჭო, სანთელი აღარ გაა. ვირი ეთქო. შეხედები ჯო, კაფერამო სოფალი. ეგრედ ბრწყინვიდეს. ნათელი შენი წინაშე კაცდა. რათა იხილონ საქმენი შენი კეთილნი და ადიდებდეს მამასა შენსაც ეცათასა. ანუ რაიო? შენ რო ხარ მასწავლებელი და კეთილშობილი ქრისტიანი, შენი შემხედვარი ის ადამიანები, ვინც ეკლესიურები არ არიან, ღმერთი უნდა ადიდოს, ისეთი კეთილშობილი უნდა იყოს. ანუ შენ უნდა ამტკიცებდე იმას შენი ცხოვრებით, რომ შენ ეკლესიური რომ ხარ, ანუ შენ მინდობილი ხარ სწავლებას ქრისტესას, ანუ შენ სამანყოფოში დადიხარ, ანუ შენ კურნალობას ექვემდებარები და ჯამრთელი გამოდიხარ იმ სამანყოფოდან. თორე სამანყოფოში კალიდორში სიარული კი არ განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობას. ბევრი ჩვენთაგანია ისეთი, შემოგვიტევ ეკლესიაში დადის, არ მრუშობს, კაცს არ კლავს, მარხვას ინახავს, მაგრამ მისი სულიერი მდგომარეობა, ჩემო ფოტოგრაფი, შორს არის ღმერთი და რატო? ჩვენი ცნობიერება არის მიდრეკილი ბოროტებისაკენ. გშურს, გძურს, ამპარტავნები ვარ, თავმომწონეები ვარ, ქედმაღლები ვარ, სხვისი ცოდვის მოძებნა გვიყვარს, საკუთარი დამამისთვის. საკესთან გევილით და დევნახავთ ცხვირი გრძელი გვაქვს, მოვარიდებ თვალს. სამაგროთ სხვისი გრძელი ცხვირის დანახვა ადვილია. და ამ დროს თავი მოგწონს. ეკლესიაში დაგიხარ, ის შეხედეთ ცოდვილი, ეს რას გავს? ამ დროს ქრისტე ასე არ მოიქცევა. ყველა ჩვენთაგანი ვარ ღალიბურიულად ქრისტეს მიმდევრები.
ქრისტიანი. და როგორც მიმტევებელი იყო უფალი, როგორც მოსიყვარულე იყო, როგორც სხვისი არ გამკითხველი და მისი მიმტევებელი და ხარდამჭერი და მტვირთველი იყო, იმას გავალდებოდნენ შეგეთავი. თუ ხარ რომელიმე თქვენთან იტყვის, რომ ეს ახი არის, მე არ ვარ ჩემო ძირფასო დებო და ძლებო და შევედი. თქვენ თუ ხართ ვერთა გაგება. არასოდეს არ იყოთ მადლიერი იმისა, რომ როგორიც ხართ, ყოველთვის იყავით თვითმფრინავი. ეცადეთ, რომ სახარების აკითხვა ყოველდღიურად ერთი თავის არ ჩააგდო. ვინაიდან სახარება არის პირდაპირი ურთიერთობა ღმერთთან, სადაც თქვენ უამრავ პასაჟს დაინახავთ თქვენი სულიერი ცხოვრებისას. ანუ სახარება არის ის სარკე, რომელშიც თქვენ ყოველდღურად უნდა იხედებოდეთ. ადამიანს ავიწყდება ვინ არის, ვინ იყო, დღეს ვინ არის. ამიტომ რადგან არ იცი დღეს ვინ ხარ, აქედან გამომდინარე ვერც ხვალინდელ დღეს ვერ გაიგებ რა იქნება. ყველა დღეს თავის სადარდებელი აქვს. ამიტომ მადლობდეთ ღმერთს იმისთვის რაც გაქვს დღეს და უკეთესი უნდა ვიყოთ ხვალ. გუშინ სახარება იყო თუ გუშინ იყო სახარება. დიდარი კაცის რო ააშენებს ნალიას დიდს, მე თუ აღარ შეეტია ნალიაში. შემოსავალი რაც ქონდა ყალის და უთხრა უფალმა ხვალზე სულს მოგთხოვენა ეს ქონება მიდაჭირდა. აბა რამდენი ვარ ასეთ მდგომარეობაში შემოგვიტევო. ყველაგანა ჩვენთაგანი ასეთი არ არის. რამდენს ვაგროვე, ამ დროს რა ცოტა კიდდება ადამიანს. იმ სხეულის გარდა, აგერ ახლა ეს წარმოკლე რო არ და სულგზელი. ამის გარდა ახლა გარდა იმისა, რომ ისი სული ამ სხეულშია, რა უნდა ამ ქვეყანას. ერთადერთი საჭმელი რო არ მოგდეს შეერი და ზევიდან წყალი არ დაუდიოდეს. სხვა ამ ქვეყნიდან წავუღია ვინმე სამე. აბა რაშკა ერთმანეთს შემოგვიტევო. რატო ვასმე ერთმანეთს, რატო ბოროტო ერთმანეთს იმის გულისის რომ შენ ბევრი კონდეს და იმას ცოტა. ამ დროს ქრისტიანობა არის შედარებული საფუარის და ქვილის ურთიერთობა. საფუარი არის ეკლესიაში სამღვდელოება და ქვილი არის მრევლი. მესამე საუკუნემდე ქვილი და საფუარი ერთად იყო. ვინაიდან იდევნებოდა ეკლესია. ხო იცი როგორ იდევნებოდა? კატაკომბებში ლოცულობდა. ანუ სამღვდელოება ვინ იყო? მრევლიდან განსაკუთრებული ნიჭისა და მადლით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც კურთხევას მიიღებდნენ მოციქულებიდან და ემსახურებოდნენ მრევლს, ისევ ის ადამიანები მრევლიდან გამოსულები, რომლებსაც აირჩევდა ეკლესია და ეუნებოდა ხალხს ეკითხებოდა ეპისკოპოსი. აქსიოს ისინი ამბობდნენ პასოს. აქსიოს. ახლა ვინ ეკითხება ამათ? ახლა განობელი იტყვის აქსიოსო, ამათ უნდათ თუ არ? ანუ ეკლესიის ოფიციალურად აღიარების შემდეგ მესამე საუკუნეში ეკლესია და სახელმწიფო ხელისუფლება გამოეყო ერს. და მრევლი დარჩა ცალკე. სამღვდელოება დაუახლოვდა ხელისუფლებას. ერთს აჭირდება და მეორეს. ერთს ერთი ჭირდება, მეორეს მეორე ჭირდება. ასე მოდის დღემდე. მაგრამ ადრე და ადრე კიდევ უფრო ახლოს იყო ხელისუფლება და სამღვდელოება მრევლთან, მაგრამ რას რო გადის, უფრო და უფრო შორდება. ჩამოყალიბდა პრივილეგირებულ კასტად ხელისუფლება პლუს სამღვდელოება. მე გიხადაგებ შენ მოწყალება გააკეთეო, მე უმოწყალო ვარ. მე გიხადაგებ შენ სამი რო გაქვს, ერთი მოწყალება გააკეთეო, მე 10 მაქვს და არ ვაკეთებ მოწყალებას. მე ღვთისგან მოცემულ ზიარებას, რომელთაც ბარძიმი თქვენთვის ქრისტეს წმინდა სისხლახორცი არ მენანება, მაგრამ ფული ბევრი მაქვს და მენანება. ეს არის სიმართლე. ეს არის ის საფუარის მდგომარეობა, როცა დაცივდა ქვილ საფუარი. თუ კი საფუარი უნდა იყოს ეკლესია თავის მრევლთან ერთად და ერთად უნდა აფუძდეს და გამოწყეს პური საზეპორო, რატომაც შორს ერთმანეთს. სხვათა შორის შემოგვიტევო ძალიან განსხვავებული სამღვდელოება არის გურიაში. ამას იმიტომ არ ვლაპარაკობ გურიაში რო ვარ.
მეუფე იოსებიდან დაწყილი არქიმანდრიტი ანდრიასი თუ სხვა ჩემი სულიერი ძმები, რომლებიც დღესამსახურში გამოარჩია უფალმა, ისინი ძალიან სოციალურები არიან, ძალიან ახლოს არიან მრევლთან და მათ ჭეშმარიტად აქვს გაცნობიერებული, რომ ისინი არიან საფუარი, რომ მრევლთან ურთიერთობით საზეპურო ყური გამოწეს. დღეს რომ ადამიანი სასულიერო ცხოვრების გზას ირჩევს, გამერწმუნეთ ჩემო ძვირფასებო, რომ ეს უკვე გმირობა არის. ვინაიდან ისინი თავს წირავენ გამადიდებელი შუშის ქვეშ ცხოვრებისათვის. ვინაიდან რაც არ უნდა ღირსეულად იცხოვრო ამ ქვეყანაზე, ანთებიჯო, მაინც გამოგინახავს დოროტის სული, გზას, უდევს კი არა, ქრისტეს ებრძოდენ, მაცხოვარ ჩვენსაც, როცა ეს ადამიანის სახით დედამიწაზე იყო. და მიუხედავად იმისა, რომ სოციუმში ახლოს იყო უფალი, ლოთებთან იყო, ეძავს პატიობდა, იმასთან რა ქვია, მებაჟე რო იყო, მებაჟეებთან, იმიტომ რომ სოდვილთან თუ არ მიხვედი ექიმი, სოდვილს ეში. ამას რო აკეთებ, ის ვისაც მართალი გონია, თავი შენ გაგიკითხა, შეხედე ვისთან მეგობროსო. შედალოცილო, იმასთან თუ არის მეგობრე და არ მიხვედი, ის არ მოდის. მე მწყევსი ვარ, სხვარი ყლაპოშია ჩავარდნილი, სხვარი თუ არ ამევიყვანე, მე რო გევისვარი, ახლა ამ სხვას მომოკიდე ხელი, რატო გამიკითხე? მომეხმარე, მოდი ერთად დავბალოთ ის ხარ. შენ რო ჩავარდე ხვალზე იმორმოში, ის მოვა. და ასე გადამგვენით რა. ჩვენ არა ვართ სოციალური ქრისტიანი ჩემოგები. ყველა ჩვენთვის ვარ. რამდენჯერ დამიჭერია ჩემი თავი ისეთ სოდვაში აღსარებას გეუბნებით, დგას ტრასაზე მანქანა და აქნევს ხელს გამიჩერეო და მე გავტრეშიდი და ვიქცი. რამდენი ხარ ამნაირ მდგომარეობაში? მე ვარ და მაპატი. არ ხო, ხანდახან ძალა იმისა, რომ გავაჩერო და ვიხარ, ალტი შემოძალი. მაშინ მოგეხმაროს. როგორ გიქა უფალმა? რა არის ქრისტიანობაო? როგორ ჩემი და მოგეცეს ხვები, შენც ისევე მოგეცეს სხვა. მე ვიცი ეს სასულიერო საფუას და შენ რო გაგიტირდეს აღაში რა. არ ხო. იმიტომ რომ ჩვენი თავი უფრო მეტად ვიყვარს, ვიდრე მოყვას. გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა ამას მიაქციეთ ყურადღება. არ არის ის სწორი შეხედულება, მე ქრისტიანი ვარო, მარხულობ, ლოცილო ხო და ჩემთვისო ქველმოქმედება და კეთილი საქმეებიო, მიტევებლობო და არ განკითხავო, არ არის საჭირო. ადამიანის საქმით გამოირჩევა ღვთისათვის. თქვენმა ცხოვრების წესმა უნდა გაცხონოთ თქვენ, თორე მარტო უფალო შეგვიწყალეს ზახილი შემოფებია და გარეთ რო გახვალ აქედან ფას რო ისვი და ერთი სულიდან რო იზმოხდე შენი მეზობელი და მიიტაცო მისი სახლავს ათესი და დროხა გავიყვა შეგნი. ეს ქრისტიანობა არა. ისე მე გევიხარე რავალ სიმართლეს გეუბნებით შეიხედეთ თქვენ გულში გვასია. ამიტომ კეთილი იქნება შემოგვიტებოდა უფრო ღრმად შეხედეთ თქვენ სულიერ მდგომარეობას. ზოგი მეტად ხარ, ზოგი ახლოს ხარ, ზოგი ნაკლებად ხარ, მაგრამ ნელა-ნელა მერტი შეწევნით თუ თქვენ სწორ გზაზე გახარ, ყოველ წელიწადს შეამოწმეთ თქვენი სულიერი მდგომარეობა სახარებასთან მიმართებაში, რომ როგორი იყავ გუში და როგორი ხარ დღეს. თუ ეს უკეთესობისკენ არის თქვენი სული მიდრეკი და უფრო მეტი მიტევებელი გახდით წელს, ვიდრე შარშანი ყავ, უფრო ნაკლებად გაინტერესებს ვისი ცოდვები, ვიდრე შარშა გაინტერესებდა, ესე იგი სწორ გზაზე გახარ. ესე იგი შენი მკურნალობის პროცესი სწორად და სიცოცხლესაც მითხენ გისურვებთ. უსურვებთ ადამიანები ერთმანეთს დიდხანს, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და ღვთის ადიდებლად შენი ამ ქვეყნად ყოფნის პერიოდი იყოს მაქსიმალურად გრძელი, რომ მეტი სიკეთის და სრულყოფილების გზას მიაღწიო. განარჩენი სიტუაცია შენი სიცოცხლე ამაგენაცვალოს და ყველა ჩვენთაგვანი სიცოცხლეს არსებობა ქვია და მერია. თუ კი ადამიანი მისი ამ ქვეყნით მოსვლის მიზანს ვერ გაიგებს, თუ კი მისი როგორც პიროვნება ის ხატი და მსგავსი არ ეცდება, რომ ჭეშმარიტების გზით მოღვაწეობით, თავის იძულებით, ის სიყვარულით, მოყვასის გვერდში დგომით სწორად არ იცხოვრებს, ეს ცხოვრება ხდება. განარჩენი იცოდეთ, რომ რაც სისხლის მიმოქცევის სისტემას მოძდეთ, ხალბატონო, შიმშილი, წყურვილი, ძილის მოყარეობა,
თუ ამ ქვეყნიური ას ადამიანს კიდება ეს ყველასთვის არის იდენტური და ამის გულისთვის გაკითხვას აზრი აქვს. დაახლოებით ხო ერთნაირები ვართ ჩვენ შემოგვიყვება. ამიტომ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ საავადმყოფოში ვინ არ ყოფილი ან დახველი ან თვითონ პაციენტი როგორ უხდებიან ერთმანეთს როგორ ემეგობრებიან პაციენტები ერთმანეთს როგორ უნაწილებენ პერედაჩს განიკითხავენ ავადმყოფობის გულისთვის არა პირიქით ხელს უთხოვენ და როგორმე ეხმარებიან როგორმე ფეხზე წამოაყენოს აბა ჩვენ რა გვემართება ქრისტიანი ერთმანეთს რომ მივიწერებულად და ასე მტრობთ ერთმანეთს ეს არის დაბალი სულიერების შედეგი და მერტმა მოვცეს ძალა ერთად და ვერსად რომ ამ მდგომარეობიდან ამოვიდა. მე განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ჩვენი სტუმრად ყოფილი ხელისუფლება. ეს ძალიან დიდი პატივია ახალაც უთხარით ჩემს მებს რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ხო არც თავრები არ არიან რომ გენეტიკურად ისებული კონდეთ ან მეფობის კიფტრა ან კიდევ თავადიშვილობა გარკვეული დროით ან არჩეულები არიან ან დანიშნულები ამა თუ იმ პოსტზე სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურისათვის. ეს არის ძალიან დიდი პატივი და ღმერთმა მიცეთ მას ძალა და ცნობიერება გაუნათოთ იმ დონეზე რომ იბათმა ემსახურონ თავის ქვეყანას და თავის ხალხს. და ეს არის ძალიან დიდი სიკეთე რომ მათ შეუძლიათ რომ განახორციელონ ის მოგიფიქრიათ ახლა მე რო ვიყო თქვა გამგებელია ხო? აი მოგცეს გამგებლობა ღმერთმა იქნები ისეთივე გულწრფელი და უსიყვარულე მანამდე ოცნებაში რო იყავი? არა. არა. გამარჯობა. ასია ყველა ადამიანი ოცნებებში ჩვენ კეთილშობილები ვართ, თავდაბლები ვართ, მოსიყვარულეები ვართ, მოწყალეები ვართ, მაგრამ მოგვეცემა თუ არა ის საშუალება რომ გავაკეთოთ ეს სიკეთე წავსვეთ არტაცებს გოროდისული და ის ძალა აღარ ყოფილი და გქონდა. ღმერთმა დალოცოს ამ ეპარქიის მმართველი ჩემი მეუფე იოსები ერთ პატარა მაგალითს გეტყვი. მაპატიე მეუფე. ამას ინერს ერთი სამი თვის წინ ვეძებდი მეუფეს და სად არის მეუფე თქო და მეუფეო ვენახში არ წასულდე მივედი ახლა ვენახში და ვეძებ მეუფეს არ არის ვიღაცა მეხუთი კაცი გამევიდა ხო და მეუთხარ მეუფე სად არის თქო და იციდი და მე ვარ მეუფეო ტრაკტორზე იყო ვეღარ გევიგე ვინ იყო მეუფე ვინ იყო დალოცე ღმერთო აკურთხე ჩემი ძირფასი ძმა ნიჭიერი თავდაბალი გულწრფელი მოსიყვარული ადამიანი რომელსაც იმხელა თავდაბლობა აქვს ხანდახან იმაზე დაბლა ვეღარ ჩავდივარ და ხანდახან ცოდავ ხოლმე ამ პარტავლებით. ღმერთმა ჯანმრთელად ავყოფოს ჩემი მეუფე. ღმერთმა ჯანმრთელად ავყოფოს ჩემი მამა ანდრია, ჩემი მოძღვარი და მასწავლებელი, მრავალი კადრის და მონასტრის აღშენებელი და მრავალი ადამიანის გზის გამყვალავი. ასევე მინდა დავლოცო ჩემი სულიერი დევი, დედა ირინე, მისი სულიერი დებთან ერთად, რომლებიც როგორც მართლაც დანთებული სანთლები ანათებენ სხვა ბერ მონაზვნებთან ერთად გურიას. გურია ყოველთვის გამორჩეული იყო. იმ კუთხით რომ რევოლუცია მოდიოდა პირველი რევოლუციონერები ისინი იყვნენ დაანგრიეს ტაძრები და მოვიდა თავისუფალი საქართველო და თავისუფალი საქართველოს აღშენებლობის პერიოდში ტაძრების შენებლობა იყო თუ პერმონაზრობა იყო იქაც პირველები ხართ ღმერთმა დაგლოცო ღმერთმა გაგახაროთ იმრავლეთ და იხარე შემოგულო ამინ